უსაფრთხო ძილის რეკომენდაციები. პირველი რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის არის ის, რომ ძუძუთი კვება არის ერთ-ერთი უეცარი სიკვდილის პრევენციის მეთოდი. სიცი არის ესეთ სინდრომი. Sudden infant death syndrome-ს გულისხმობ. კი ბატონო. სიცი არის, ერთ-ერთი არის დედის რძე, მეორე არის რომ ნებისმიერ კვამს უნდა მოვარიდოთ, იქნება ეს ვეიპი, სიგარეტი, აიქოსი ასე შემდგომ, ამ თამბაქოს ნებისმიერ ნაწილს უნდა მოვარიდოთ. ეს ოღონდ ითვლება, აი გარეთ მოვწია შემოვედი, ნებისმიერი წეველი გარეთ რო გადის და შემოდის, რაღაც გარკვეული სუნი მაინც აქვს და ეგეც ითვლება, რომ ანუ მამამაც უნდა შეწყვიტოს და ოჯახის წევრმა, რომელსაც კონტაქტი აქვს ბავშვთან, მოწევა ეს მნიშვნელოვანია. რაც უკოცნა და ის მიდის და უფრო ახლოს მიდიხარ ამ კვამლიანი. ყოველთვის ვეუბნები, რა თქმა უნდა, რთული არის ეხა შეიძლება დედას უფრო მეტი мотиваცია კონდეს რომ იმასკნას ასე ვთქვათ არ მოწიოს ვიდრე მამას, იმიტომ რომ უშუალოდ შეიძლება ჩვენ ვერ მივიტანოთ ინფორმაცია რომ ესეც შეიძლება დამაზიანებელი იყოს, მაგრამ ხო ვცდილობთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში ჩვენთან რომ მოდის მშობელი ეს ყველაფერი აუხსნათ. რაც შეეხება პოზიციას, უფრო სწორად პოზიციამდე სანამ მივალთ თვითონ საწოლი როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ამაზე ვთქვათ, ხო? საწოლში არ უნდა იყოს რბილი ნივთები, სათამაშო იქნება ეს, ბალიში იქნება, საბანიც არ უნდა იყოს რბილი. მატრასი უნდა იყოს მყარი, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი თუ გადატრიალდა არ მოხდეს იქ ასე ვთქვათ სუნთქვის მხრივ პრობლემების შექმნა, რომ ან თვითონ არ ისუნთქოს CO2-ით გამდიდრებული ჟანგბადი, ან საერთოდ სუნთქვა არ შეწყდეს იმის გამო, რომ პატარა ამოაქაფოს და მერე იქ პირში, ასე ვთქვათ, პირი და ცხვირის რო სულად იყოს დახშობილი, ხო? ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამავე მიზეზით იყოს გულაღმა ბავშვი და თუ უფრო უსაფრთხო არის ეხლა დღევანდელი კვლევებით რაც დადასტურდა, რომ ტომრები, საძილე ტომრები უფრო უსაფრთხო არის, იქიდან გამომდინარე, რომ უეცრად გადაფარება თითქმის რა შეუძლებელია საძილე ტომარაზე და თუ ვიყენებთ გადასაფარებელს, უნდა იყოს ძალიან თხელი და იღლიებში უნდა ამოვატაროთ, რომ ხელის უეცარი მკვეთრი მოძრაობების დროს შეიძლება ბავშვმა შემთხვევით სახეზე გადაიფაროს. ასევე არის ხოლმე მაგალითად ჩემი ერთ-ერთი პაციენტის, უბრალოდ რამოდენიმე პაციენტის მშობელი, რომ მალე დაიწყო ბავშვმა გადატრიალება აქეთ-იქით და მთელი ღამე ვერ უყურებს. მთელი ღამე რობოტი ხა ადამიანი არ არის, მაგრამ მე ვეუბნები მაინც რომ კონკრეტულ მომენტში რომ შეამჩნევთ, რომ ბავშვი გადმოტრიალდა გულდაღმა, დავაბრუნოთ ისევ გულაღმა პოზიციაში.